იცით რა მსგავსება იმ კლასელს შორის, რომელიც მე-7 კლასში თქვენგან გადავიდა და ნებისმიერ ფორმულა 1-დან გაგდებულ პილოტს შორის? კი, ორივეს მდგომარეობით ღამის 3 საათზე ძილის წინ ინტერესდები. განსხვავებით შენი აწ უკვე გათხოვილი და მცირეწლოვანი ბავშვიანი კლასელისგან, ხაიმე ალგერ სუარეს ცხოვრება უფრო საინტერესო წარიმართა. ტორო როსოდან გააგდეს და დიჯეობა დაიწყო. ფორმულა 1-ში კონკურენცია გაცილებით მაღალია ვიდრე ნებისმიერ უნივერსიტეტში, ნებისმიერ ფაკულტეტზე. შემდეგი სეზონიდან 1 წლის განმავლობაში მხოლოდ 22 ვაკანტური ადგილი გვექნება. 21, 20, 19. მოკლედ ძალიან ცოტა რა. პილოტების ასარჩევი კრიტერიუმების სია კი იმაზე გრძელია ვიდრე ნებისმიერი უმარტივესი TikTok-ზე ნანახი რეცეპტის ინგრედიენტების. რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის მოიძებნება ნიჭიერზე ნიჭიერი და მდიდარზე მდიდარი. სწორედ ამის გამო გვაქვს პილოტების ცვლილებები ფორმულა 1-ში ასე აქტიურად. მრბოლელისთვის ერთი შეხედვით ურთულესია იმის გააზრება, რომ მიზანი, რომლის მისაღწევადაც 4 წლიდან მოყოლებული თავდაუზოგავად არა მხოლოდ თვითონ, არამედ მისი მთელი ოჯახი შრომობდა, ნელ-ნელა ინგრევა. ისტორიის განმავლობაში ფორმულა 1-ს დაახლოებით 1000 პილოტი უნახავს. ხოლო სპორტში, სადაც წარმატებისთვის მხოლოდ საღამოობით, ჯიმში, წონებით ვარჯიში საკმარისი არაა, არაფრით გამორჩეული პილოტების როტაცია საკმაოდ ხშირია. აქ მოსახვედრად მყარი ფსიქიკა რომ მნიშვნელოვანია, ამას ყველა დაგიდასტურებს. კრიტიკულ მომენტში რომ არ უნდა გატყდი, ამას ავსტრალიელები თავის თავზე აიღებენ, მაგრამ ყველაზე რთული მაინც ადგილის დაკარგვის შემდგომი პერიოდია. არადიული არაფერია, თუ რა თქმა უნდა ვალტერი ბოტასის მონაკოს პიტსტოპს არ ჩავთვლით. ფორმულა 1-ის კამი კი სხვა ყველა დიდებასთან ერთად წარმავალია. ის რაც დღეს შენია შეიძლება ხომ მხოლოდ იმის გამო დაკარგო, რომ ვიღაცის მამის ბიზნესი უფრო მომგებიანია ვიდრე შენი, მაგრამ აქ ყურების ჩამოყრა არაფრით არ შეიძლება. როგორც სხვა სპორტებში, აქაც მენტალურ მდგომარეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თითქმის ყოველ პილოტს გრიდზე ფორმულა 1-მდე ყველა სერია ერთი ხელის მოსმით აქვს მოგებული. მარტო liam lawsonis სტატისტიკა რა დღეს, სადაც ზელანდიელს ფორმულა 1-ის გარდა ყველა დისციპლინაში, სადაც მონაწილეობა მიუღია, პირველი რბოლა ყველგან მოგებული აქვს. ახლა წარმოიდგინეთ, რაოდენ რთულია ფსიქოლოგიურად მომზადება იმისთვის, რომ მოგებისთვის კი არა, ხანდახან ტოპაჩი გასვლისთვის გახვიდე და გარისკო შენი სიცოცხლე. გრიდზე ძლიერი გუნდი სულ 2-3-ია, ხოლო ადგილები ძალიან ცოტა. სწორედ ამის გამო უწევთ პილოტებს არა უკან ნახევა ავტოსპორტში, არამედ გვერდით გაწევა. პილოტი რაც მალე წამოდგება ფეხზე და ახალი სამსახურის ძებნას დაიწყებს, მით უკეთესია. ხშირ შემთხვევაში ოფერები თავისით მოდის. უბრალოდ აქტიური სპორტსმენისთვის ტოტოს უკან ყურსასმენების ჯდომა რამდენად მომგებიანია, ვერ გეტყვით. აი, მიქს ეს ყველაფერი არ მოეწონა და მერსედესის რეზერვ პილოტობიდან სრულ განაკვეთზე ალპინში გადაბაგდა. არა, მან და არა. მანდედანაც გამოაგდეს. ვეკის ალპინის გუნდზე მაქვს საუბარი. დიდი გერმანელის მომცრო ბიჭი მიხვდა, რომ ფორმულა 1-ში ადგილის ძებნაში დროის დაკარგვა მის კარიერას კარგად არ წაადგებოდა და სხვა დისციპლინაში მოსინჯა ბედი. ხალხაშორის 3ჯერ პოდიუმზე წავიდა. ამის შანსი 20 კაციან სპორტში კიდევ თითქმის ნულის ტოლი იყო. სწორედ ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპია 24 საათიანი ლემანის, რაც ჩემი აზრით უფრო პრესტიჟულია ვიდრე ფორმულა 1-ის ერთ-ერთი რიგითი გრან-პრის მოგება. ხოლო თუ ოკეანის იქითაც გავიხედებით, ინჩებთან და ლოგან სარჯეტთან ერთად ინდიკარიც გამოჩნდება. მანქანების ჩემპიონატი, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან გავს ფორმულა 1-ს. ღია ბორბლები წინაფრთა სპოილერი და ბევრი ფორმულა 1-ის პილოტი. უბრალოდ განსხვავება ტრეკებშია. ამერიკელების ოვალური კულტურა ამ ერთი შეხედვით ფორმულასაც გადაწვდა. უბრალოდ განსხვავებით ევროპული ვარიანტისგან იქ ნაკლებია აეროდინამიულობა, მეტია მაქსიმალური სიჩქარე და მექანიკური მოჭიდება. თავიანთი მონაკო და ლემანიც აქვთ, ინდი 500-ის სახით. თქვენი აზრით, რამდენ ფორმულა 1-ის გულშემატკივარს ემახსოვრებოდა მარკუს ერიქსონი მონცაზე რო არ დამტრეულიყო? შვედი ბიჭი, რომელმაც ფორმულა 1-ის 5 წლიან კარიერაში მხოლოდ 18 ქულა მოაგროვა, ალფა რომეოდან ინდიკარში გადავიდა და ზემოთ ნახსენები ინდი 500 მოიგო. ხო თუ ვინმე ფიქრობთ, რომ 200 წლიანი რბოლის მოგება საშუალოდ 350 კმ/სთ სიარულით მარტივია, შეგიძლიათ სახლის პირობებში ტორტი გამოაცხოთ. დარწმუნებული ვარ, წლის შემდეგ ნაწილზე თქვენი უმეტესობა არ დამეთანხმება, მაგრამ ფორმულაის საერთოდ არა იმდენად უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც ერთი შეხედვით ჩანს. სანამ ვინმე გამოხდება და ლექციების კითხვას დამიწყებს იმაზე, თუ რატომა არა მამაკაცური ელექტრომანქანები და რაოდენ ტვინის ბურღვა ამ ბოლიდის წუილი, უბრალოდ ერთ იბრის უყურეთ. შეტევის რეჟიმები, ენერგიის რეკუპერაცია, უამრავი სტრატეგიული გადაწყვეტილება, ძალიან ძველი ტრეკები და ძალიან ბევრი გადასწრება. ხოლო ამ ყველაფრის ყურების შემდეგ თუ ისევ გონიათ, რომ მამაკაცურობა წაგერთმევათ, მაშინ რავი, ვარდისფერებიც არ ჩაიცოთ. ნამდვილად არ იქნება გასაკვირი ამ სპორტის სახეობაშიც ჩემპიონების უმეტესობა ფორმულა 1-დან წამოსულ გამოგდებული ადამიანებისგან რომ შედგება. ასე მაგალითად პასკალ უერლაინი, რომელიც ერთ დროს ტოტო ვოლფმა დაიწურა და მის მაგერად ესტებან ოკონი შეიფარა, ეს ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პილოტია. იქვეა სებასტიან ბუემი, რომელზეც ბევრჯერ მისაუბრია არხზე. და ანტონიო ფელიქს დაკოსტა. ტიპი, რომლის ფორმულა 1-ის და ფორმულა 1-ის კარიერა ისე განსხვავდება, როგორც მაქსის რედბული ბრაზილიის კვალიზე და რბოლაში. ხოლო როგორც უკვე ვახსენებ, ფორმულა 1-ის პილოტები სპორტის გარეთ მაინც პროტოტიპებზე არჩევენ კარიერის გაგრძელებას, მაგრამ GT კლასაც აქვს თავისი ხიბლი. ასე მაგალითად 2021 წელს ფორმულას უგარეშოდ დარჩენილი ალექს ალბონი ალფა ტაურიმ DTM-ში გაუშვა. გუნდედად კი 19 წლის liam lawsoni დაუსვა. სხვათა შორის liam-ას 3 ქულით წააგო ეგ ჩემპიონატი. რასაკვირველია ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა პილოტს ფორმულა 1-ში კარიერა დაუსრულებია, მაგრამ განსხვავებით სხვა სპორტებისა, აქაც გვაქვს შემთხვევები,
ხუთს ადამიანებს მეორეს უმხერო ეხსნებათ ხოლმე. არ შემიძლია ამ სიაში არ ვახსენო ახლახანს კარიერა დასრულებული ჯეიმს პირველი ადამიანი, რომელმაც DRS-ის გვიდაკს ხელი დააჭირა ბატონი. Brown GP-ში გაჩემპიონებული ბრიტანელი, რომელიც ავტოსპორტის მწვერვალს 2016 წლში ჩამოშორდა, მალევე ვიხილეთ ისევ ასპარეზზე. 2018-ში Super GT მოიგო, იქ Super Formula იარა, LMP2-ის კლასი Wake-ში და Porsche Penske-ს განუყრელი წევრი Hypercar-ის კლასში. მაგრამ ყველაზე მაგარი რა ჯენსონმა Formula 1-ის შემდეგ გააკეთა, მაინც 2023-ის ლემანის უქმეები იყო. სადაც ამერიკულმა Hendrick Motorsports-მა NASCAR-ის Stock Car აიღო, GT3-ის კლასის მოდიფიკაცია გაუკეთა და უშეჯიბროდ გაუშვა 24 საათიან ლემანზე. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი კი ჯენსონი გახდათ. არის შემთხვევები, როცა მრბოლელები ექსპერტობის გზასაც ირჩევენ. Sky Sports-ზე ხშირად შეხვდებით იგივე ჯენსონს Grand Prix-ის მიმდინარეობისას, ნიკო როსბერგის საყვანილი რბოლების ახსოვს ისტორიას, მარტინ ბრადლი და ასე შემდეგ. იმედია რომ უიკენდივით არ დაასრულებს არც ერთი და პირდაპირ ეთერში მინვეს არ აგინებს. მაგრამ ეგეც შეიძლება. ხშირად გუნდები თავიანთ ყოფილ პილოტებს უკან იწვევენ ახალ თაობასთან სამუშაოდ. ვინ იქნება უკეთესი მენტორი, ტიპი, რომელსაც მანქანა არ უტარებია ცხოვრებაში თუ ყოფილი მრბოლელი. ყურების ჩამოყრა არც ერთ სიტუაციაში არ შეიძლება. დაფერილების მიერ დანებება უფრო მარტივია თუ კარაქიანი პურის ჭამა ვერ გეტყვით. არ არსებობს სიტუაცია, სადაც ერთი კარის დახურვა მინიმუმ ორ სხვა გასასვლელს არ ხსნის. საკუთარი თავის ხელში აყვანა საუკეთესო საწყისია ამ დროს. ალტერნატივა ნებისმიერ სიტუაციას აქვს. ხო, თუ არ აქვს, ესე იგი არასდროს რაღაცას აკეთებთ. ხო, თუ გინდათ რომ სწორად გილას იყოთ, შემდეგი ვიდეოს იდეები კომენტარებში დაწერეთ. გაკოცეთ ყველა შუბზე, კარგად ბრძანდებოდეთ.